გვიანი საღამო მშვიდობის ხალხო. ცივა. მეტყობა ხალათზე რომ ცივა. ის ხალათი რომელიც გავრეცხე მწვანე და რომელიც არ ჩაცმის დისკომფორტიც მაქვს. ვერ ჩაცმის, იმიტომ რომ სველია და კაპიშონს ვერ ვიფარებ და კოჭებამდე ვერ ვიფარებ, ძალიან დისკომფორტს განვიცდი. მოვედი სადღაც 5-ისთვის 6-ისთვის სახლში სამუშაოდან. დღეს დილას რო ვიდეო ჩავწერე, დღეს გითხარით რომ უნდა დავლაპარაკებოდი თანამშრომლებსაც და დიდად უფროსებს. ჩემი აზრი გამეცნო რო იტყვიან და არ იყვნენ. მეძინება ხო და რადგან ხვალე ჩემი ბოლო დღეა ძალიან ნერვიულობდი რომ მეთქი ცუდად არ გამომივიდეს რომ ბოლო დღეს არ უთხრა თქო და ანჩი როგორ იყო მოვიდნენ და ძალიან მალე წავიდნენ და ზოგადად ისევ მოდიან ხოლმე. და საქმეზე იყვნენ წასულები რა და აღარ მოვიდნენ და ვეღარ ისვქენი რა. თან ფიქრობდი ვაიმე როგორ ვთქვა აი მასეთ დროს მართლა ნერვიულობ ხოლმე რა მასეთ დროს რა პირველი შემთხვევა მაქვს და მით უმეტეს ძალიან. და ხა ნინოსთან რომ იმავშვებოდი ონლაინები რო დაიწყო მაგითო წამოვედი. ნინოსთან როცა ვმუშაობდი ტორტებში. ხო და ონლაინები რო დაიწყო, მაშინ საჭირო ვიყავი სახლში და მაშინ წამოვედი. ხო და ეგ სიტუაცია რომ უნდა მეთქვა და რაღაცა ნერვიულობდი თითქოს რაღაცა აი ხო ხარა დამაშაუბარ და ის რა შუაშიბა რაღაცნაირად როგორ აუხსნა რომ თუნდაც არ გამომივიდეს და რაღაცა ეგ მომენტი მქონდა რა. ხო და მთელი დღე ვალაგებდი რომ მოვლენ მეთქი და რაღაცა ვეტყვი რა აღმოჩნდა რომ ვეღარ მოვიდე. მე რომ მოვედი სახლში ვიფიქრე ხვალე ცუდად არ გამომივიდეს რომ მოვლენ რომ ხვალ დღეს ბოლო დღეა და ან წავალ და რაღაცა რა როგორც დილას გითხარით ხო და ამიტომ ავდექი და მივწერე. მაგასეც მაგრა თუ ინერვიულე რომ ვიწერე ოღონდ მართლა და დამირეკეს და რა ვიცი და ხანი ვიჯუქჯუკეთ რაღაცა და მოკლედ ხვალე მოვალ და ხვალეო დავილაპარაკოთ. ხო და ხვალე გავიგებ ხვალ დავამთავრებ თუ ერთი თვე გავიქნები მათთან სანამ დაალაგებენ სიტუაციას და სიტუაციას ჩემ ხა მართლა რა ადამიანობის ფაქტორია ეგ რომ ხა უბრალოდ მოდიხარ და ბოდიში და დაიკიდო ყველაფერი რაც უნდა ისუქნე მაგას ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლება დღეს ხვალზე ვეღარ შევხვდი ადამიანს მაგრამ რა ვიცი რატო უნდა კონდეს ან მე ან იმას რა ეგეთი ის რა რატო უნდა რა ადამიანურად რატომ უნდა მოვექცე ხო ადამიანს თქო ხო და თან ჩვეულებრივ Facebook-ზე თვალყურს ვადევნებ და მეგობრებულები მყავდა ეხლა ხო სისულელი ეგეთი რაღაცა რომ ერთმანეთი არ გაითვალისწინო რაც არ უნდა იყოს რა და ყოველ შემთხვევაში გამიხარდა რომ გავბედე და მივწერე რომ მეთქი ესეთი თემა მინდოდა დღეს მელაპარაკა მაგრამ რადგან არ მოხვალით მეთქი ვიფიქრე და ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ მოგწერე თქო რა და ხანი მიჭორავეთ და ხვალ გადმოალაგებენ მოკლედ რა რომ არაფერი არ ისუქნდეთ. ანუ ისე წამოვიდე რომ მათ არაფერი არ როგორ ვთქვა აერიოთ რა ვიცი. ხო. ამაზე სხვათა შორის არ ფიქრობდი რა ხო უცბად მივიღე გადაწყვეტილება. თვალე მეძინება მაგრად. ხო უცბად მივიღეთ, ანუ იცი როგორ მივიღე გადაწყვეტილება, აი მართლა ექსპრომტად ბოლო კვირას რა რომ მივხვდი რომ რაც ეს სიცივები დაიწყო და ფეხს ვიტკიებდი ხოლმე და ხან არ ლაშა მეუბნეოდა რომ რაღაცა უნდა დაიმართო. ხან რომ მტკიოდა ხოლმე შემოვიდოდი, დავწვებოდი, დავიძინებდი რომ არ შემატყოს რომ მტკივა.
ხო გითხარით კიდეც როგორც კი საღამოვდება მეთქი ვიძინებ. რომ მეთქი აბა ჩემ თავს რომ მივიდი აბა ცოტაც რომ იქნებ გაგიაროს, მაგრამ ვატყობდი რომ რაც უფრო მეტად აცივდებოდა და ეხა არც დიდად მეც არ უფრთხილებოდი მხრივ რომ ხა ჯერ კალგოტკასაც მართლა ხო ვერ ჩავიცმევდი, ეხა კი ხვალეთ რომ წავალ ჩავიცმე, ხო ყველა ვარიანტში, მაგრამ შევატყე რომ მოკლედ უარეს და მე ლაშამ მართლა მითხრა რომ 2 და 3 წლის მერე რომ იმას გიზავს უარესი მოგივაო და უარეს დაიმართებო მე სად მიდიხარ და სანამ რაღაცაო დაანებე თავი და მაგაზე ვიჭორავეთ ეს ბოლო დღეებია და მე მივხვდი რომ მართლა მასია თუმცა აიო მართლა 1-2 კვირის წინ ეს აზრათაც არ მომივიდოდა უბრალოდ ეს ბოლო პერიოდია აი სექტემბერი რო დაიწყო უფრო ზუსტ 2 კვირა აი ერთი თვე თქვი რა აი სექტემბერი რო დაიწყო და საერთოდ რო ვერ ვიგრძენთ რომ შემოდგომა იყო და ან სითბო ან მზე ყოფილიყო და სულ ციოდა და საკმაოდ სუსხიანი სიცივე აქვს აი მაგედან შემახსენა თავი რა ფეხმა ზაფხულში იმდენად არა რაც ეხლა ხო ბევრჯერ თქვი კიდეც ვლოგში ხო და მართლა ეხა აი იმდენად მართლა კაი სიტუაცია რაღაცა ერთადერთი პირველი მიზეზი არის ფეხი ეხა რომ მე გავუთამამდე და მოდი დღეს იყოს და ხვალ გამივლის და აიცოდაც და რაღაცა ვიცი რომ იმიტომ რომ პრაქტიკაში ბევრი ისგან მსმენია აი თქვენგანაც რამდენის გამსმენია რომ ისაო აი ესე მიუყურადე რაღაცა და მე სადღაცას წლების მერე შემახსენა და საკმაოდ კაცრათაც თავი. ხო და მე რომ ვიფიქრე, მართლა ეგე იქნებოდა. არ ვაპირებ მიყურადებას ამ ფეხის იმ ხრივ რომ მოდი მითხრა და გავაგრძელე. რომელი? ეს ჯობია. აწიე უბე მაგისი ზემოთ და იმიტომ. აწიე კიდე. ეს ვცუდოთ. გაუხშალე. ხარი, ეგ მოკლე მხარი აქვს და იმიტომ. ანუ მართლა არ ვამშვები რა მიყურადებას, აუცილებლად მივაკითხავ, შევხედავ ხარ იქიდან გამოსვლისას როგორ ვიქნებ და რაღაცა. ну ყოველ შემთხვევაში გავარკვევ რა როგორანაირად რა მაგას. ხო რაც შეეხება ისა მანდ წასვლაზე და რაღაცა და როგორ ანუ ციოდა და როგორ გაგიშვა, ანუ მაგას ვამბობდი რა, აი მაგალითად რო ციოდა რატო წავედი სამუშაო. ქვეყანა მუშაობს ეგეთ რაღაცაზე. და რავი, უბრალოდ მე ფეხის აი ეს წლების აი ეგეც ხო ჩემი ბრალია. მე რო იმ წუთას, როდესაც 5-6 წლის წინ წყლის ავსებისას ფეხი დამისველდა და მთელი ნახევარი საათი რო ეტყვიან შრალ ყინვაში ისე ვიდექი და წყალს ვავსებდი და უარესად ვისველდებოდა. მაშინ რო იმ წამს გამომეცვალა, იმ წამს და ის სველი არ შემყინვოდა. ხო ესე არ მომივიდოდა. და არ მინდა რომ ეგ სიდებილე გავიმეორო და კიდე მივაყურადო და როგორც 6 წლის მერე მომიხაზა კიდე 6 წლის მერე უარესი არ ვუყო ჩემს თავს რა. ხო და რაც შეეხება მუშაობის პირობებს და რაღაცას იქ სხვანაირად უბრალოდ შენ უნდა იყო რა ფეხი რო არ მტკიოდეს მართლა გავაგრძელებდი იქ მუშაობას ერთადერთი მართლა ეგ მაწუხებს. მართლა უკვე ძალიან მაწუხებს. თორე პირობებიც ის არის ცივა, მაგრამ ფიზიკურად ისეთი საქმეა, რომ შანსი არ არის. ფეთს ვერ ამთებ, იმას რა თევს და ისე ვერ დამუშავ. თორე ფეჩის ადგილიც გვაქვს, სადაც ვართ და სადაც ვთვებით. ხო, რა, ყველა სამსახურს სხვადასხვა პირობები აქვს, ხო ესე შენ უნდა მოერგო. ხო ეგრეა. როგორც ახლა მაგალითად მე ნინოსთან შევთანხმდი რაღაცაზე და მე უნდა მოვერგო იმის გრაფიკს და ის კიდე ჩემს ანუ შეთანხმებით გაგება, ხო? ის ძალით ხო არავის არ წაუყვანი ვარ იქ, ხო? და ძალიან მომწონდა ბევრჯერ მithქვია და რამდენს ვთქვია კიდე რომ ისე ისეთ აიცი როგორ თქვა
ისი აღწერ ხოლმე იმ სამუშაო პირობებს და იმ სამუშაო ხალხს თვითონ იქ მომუშავე ხალხს რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ჩვენც იქ ვიყოთო მართლა კარგები არიან ხალხი მართლა აი დღეს რომ რაღაც მომენტში საქმე არა გქონდა და ყავასვავდით ერთად ეს ხუთეული და აი რა ვიცი რა ვიცინეთ ვიხარხალეთ რაღაცეები სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ ხო და ერთ სიტყვით ეგეთი ამბები რა და ხვალ დავადგენ ზუსტად ხვალე იქნება ჩემი რა მესიჯია მოსულდა მე ვნახავ შეიძლება ის არის ჩატიშია ხო იცი სკოლის ჩატი იმის ჩატი ამის ჩატი ხო და ხვალე გადავწყვეტოთ მოკლედ ხვალ მოვალოთ ამთან და ვილაპარაკოთო ხა ისედაც არ ვაპირებდი მესემი წერმოწერით გადაწყვეტ უბრალოდ ვერ მოვისვენ ან ძალიან უნამუსოდ მოვიქცეოდი ხვალე რომ მეთქვა რომ აი ხო დღეს ბოლო დღეა და ხო იმიტომ რომ იმანაც ხომ უნდა იფიქოს იმანაც ხომ უნდა დაალაგოს იმან თავი ხო არ გავუფუჭებ მე იმ საქმეს და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი მაგიტო მივწერე რომ ხვალამდე სანამ მოვლენ რაღაცა იმამდე მივლენ ვილაპარაკებენ და მეც მეტყვიან გადაწყვეტილებას რა აი ეს ხო რაღაცნაირად თავა რაღაცა მისამაქ რა ეგეთი მომენტი იქიდან რომ მოვედი და ვიბანავე აი აქვე ასევე დავდექი ბარბარეს რაღაცა ისა ხომე ადიელა ეგეც დავიფარე და აი მე სადღაც 1:09 საათი აი შევატყე რომ გავითიშე ისე გემრიელად დამეცინა მე ავდექი აუ ბარბარე ისადიელა მომეცი და ეგეც მოთხოვე და ისადიელა მომეცი რა შევიგაფარი მე ავდექი კაი ჩაი ჩავუფინე აი ესადიელა ოპას თბილია და ამოვედი ისე და ის მე მივალაგ კატა ძაღლი ქათამი რაღაც უღაცები და ძილი ამყვა და დავიძინებ რომელიც ვამოწმებ აქეთ და ცუდი არ არის მენჯის გამოწევა სჭირდება აი რომელი ფეხზეც დგა ის მენჯი უნდა იდგეს ეხლა თითქოს ორივე ზედგა ჯერე ეხლა ეს ფეხი რო ხო დგა ფეხზე ხო დგა ეს ფეხი რო გაასწოროს ამაზე გრძელი გამოუვა ხო ნახე ხედავ ამითაც ადგა მაგრამ შენ მოხრილი გაქვს და თან ამისი მუხლი სად არის? სადღაც აი აქამდე მოუწიე, მუხლია ეგ გაუკეთე და უბრალოდ ორივეზე იდგეს და ეს უბრალოდ მიტრიალებულია. ეს აწეული აქვს რა, ის ხო არ არის კოჭელი. ეგ რო გასწოროს ფეხი მიუწიე ახლა, მუხლი ჩამოუტანე ცოტა ქვემოთ, აი ამის პირდაპირ. ისე გააკეთე უბრალოდ მიწეული რომ ანუ თანაბრად დგა რა, ორივე ფეხზე დგა თან. აი როგორც ახლა ეს ორივე ფეხზე დგა, ხო დგა ორივე ფეხზე. ეს ადგა, ამაზეა დაყრდნობილი, ეს უბრალოდ მიტრიალებული აქვს. მაგრამ მოკეცილი აქვს და ამისი ტოლი აქვს. ანუ შენ აქ რაღაცა ეგეთ ხო ხა შენ მიხვდი რა თქვი. მიუწიე რომ გამოჩნდეს რომ ორივე ფეხზე თანაბრად დგა. სიმძიმის ცენტრია ორივე ფეხზე. ეხა თან იმაზეა და თან ის გრძელი აქვს ფეხი, ის რაღა ფეხი. მოდელის სწავლობს და ხატვას. და ესე მოკლედ ხალხნებო ესეთი ამბებია რა. ეხა ხვალე რომ მივალ. მე ჩემსაც ვეტყვი რა და როგორ და რათა. დანაც კი ვილაპარაკეთ მაგაზე. დანარჩენს ყველანაირად დავემორჩილები სასამართლო გადაწყვეტილებას. ანუ მართლა ძალიან განვიცდი იმ ხრივ რომ მართლა მაგრად მივეჩვიე ხალხო. აი მართლა. ნინო კათიშე
ნინო არ არის რა. აბა რა გინდაო ვის უთხარ? აი რა. სადაა ნინო? მეთქი იმას უთხარი კაცო ნინოს და ჩემთვის ელაპარაკებოდა მესენჯერით და всё მეთქი საკმარისად ილაპარაკეთ. ეხა გათიშე მეთქი და დავიძინოთ. კუჭი გამეწარდა. მიწუნწკლული აქვს ისინი რა ქვია. წვეთები ტალახის, მაგრამ არა უშავს ხვალ გავუშვნეტავ ამას. ჩოტკით გავუსვე ხა მართლა ჯინს ყოველ წუთას ყოველ იმას всё გავრეცხავ რა. თუ მაგალითად მე ხვალე მითხრეს რომ რაღაცაო და რაღაცას ვიზავთო და ანუ წამოვიდე მე ესეთ კვირასახში ვიქნებ ანუ კვირის ჩათვლით რა არ გავალ ნინოსთან რომ აი ზანთრისტას ძმენ უნდა ამოვალაგო ტყუილა ველოდები გამოზამთრებას რაღა და გამოთბობას ხვალე დღეს 20 გრადუსია ხვალე უნდა იყოს 16 წარმოიდგინე ხვალე უფრო ცივა დღეს ლაშა მითხრა რომ ის ვქნათო არ შეგიძლიაო სამსახურიდანო რომ 1-2 საათიო გამოხვიდე მეთქი შანსი არ არის იმიტომ რომ ზუსტად მაგ პერიოდში როდესაც ლაშამ მითხრა რომ გამოსვა აი სადღაც სკოლას რომ ორჩებოდა ალბათ 2-ზე პირველზე რაღაცა აი ზუსტად მაგ პერიოდში ჩვენ სხვა ანუ უკვე თევზის დამუშავებაზე ვართ გადასული და შანსი არა იმას ვერ დაანებებ თავს და სხვას ვერ მიუგდებ შენ საქმეს რომ განა არ გამოგიშვებენ არ არსებობს აი ერთი წელია იქ ვარ და აი რაღაცა რომ დამჭირვები აი მაგალითად თუნდაც სკოლა რო დაიწყო აი თამთა სკოლა თუნდაც რაღაცა გადაცვლა არ მახსოვს მე ამ ხალხისგან რომ აი კაი რა და აი რაღაცა ან კაი ხო მაგრამ არ მახსოვს ხო და განა რომ უარს მეტყოდნენ არანაირად მაგრამ თან ესეთი სიტუაცია რომ მქონდა მე ჩემი ნერვიულობის ფონი მეთქი არა ხო და რავი მისაუქნათო 5-ში მიდივართ ქორწილში 5-ში მიდივართ yes გავხალი არა ისეც ისა უბრალოდ მოწყენის ისა მაქვს რა რომ მათ რა იქაური სიტუაცია მაგრად მომენატრება ხო და მეუბნები რომ მეთქი მომიკითხეთ და მოგიკითხავთ რა ანუ არ მიმაგდოთ ესე რა ხო და ისა რატო უნდა წავსულიყავით ბაზრობაზე წავიდეთ რომ რაღაცები ანუ არა აქ რა ისეთი ნინო გეძახდი სად იყავი არ გცივა სათხარ აბა დამენახე ცხვირში გაგაჭედილი არა მოდი აქ შენი ხელები მანახე დაბლა რატო ჩადიხარ ხალათის გარეშე აი ხა შემოიწვი ჩქარა ცხვირში გაგაბიდნული არა აი როგორ სუნთქავ აი ეგ სუნთქავ გიას იმასავით ფარშევანგივით აუ ხათო კი არა შენი მასე ვიცინე რა ქვია ისე მოდიხარ რომ ფარშევანგი არ მოგყავო ნინო თავი რომ დავიბანი არ დამივარცხნე შეგიძლია უბრალოდ ჩამოვარცხო და ვწევი სადა არ შემომიტანი ხო და მიწავიდეთო რაღაცაებიო ვიყიდოთო ლაშამ აქ ხარ რასაც ხმარობს 1 წელი რაღაცა და ვიყიდოთ რა შეშიშავოს და ზედაც ვიყიდიო ორი კი აქ შავლები ახლები მაგრამ 3 წელი მეგონი რაც ხო მაგრამ ისა თხელები აი ზაფხულისები და რა კაც მარიცის რავი ნეტა და ის არის რა ქვია მათ მომაწოდე რა ტელეფონი ზერაბეში მოვიდა და თან მაინტერესებს ეგეც გამოძრე და გადაგე 5-ში როგორი ამინდია ნეტა 5 ოქტომბრის მიდიხარ 5 ოქტომბერს არის ლაშას დაბადების დღე და ანუ ფაქტიურად დაბადების დღეს უხდიან 5 სექტემბერს კი არა 5 ოქტომბერს არის მე ხო კალენდრის მგელი ვარ
კვირა. მზე 23 გრადუსი. ეკაია. ძალიან კარგი. კაცმა ამათ ხო არ ენდობა. მოდი ეს ტელეფონში ნახე. ეხლა ვნახო იმაში. 25 დღის ამინდის. და ხატე კიდე თუ აღარ? არა გავუსწრებ. ხო და რა ვიცი, მეც გადავხედო მეთქი თუ გავგიჟდე და 4-ში შოპ მარინაში წავიდე. ახალი კოლექცია კი უნდა იყოს შოპ მარინაში 4-ში, მაგრამ რავი ან ვიყიდი და ან არა. აზრზე არა ვარ რას ჩავიცვი. აზრზე არა ვარ რას გავაკეთებ. ხო და აი ხვალინდელ თემას ნახოთ რა იქნება და თან ფიქრობ რომ მაქვს ნაჭერი ადრე გერმანიიდან გამომიგზავნა ბელამ. სად შევინახე არ მახსოვს. ვიცი რომ მაქვს. აი კლასიკური მაგარინი ის არის რა და შეიძლება რაღაცას გაკეთება. ხო და აბა ვნახოთ თუ რაღაცა არის. იქნებ შევიკეროთ კიდეც. ქორწილისთვის. ზეგა იქ კაბაკილია შეიკერე თუ ესა? ხო. არა, ამერიკიდან თამარმა თაბრიკომ გამოგცა. ეხლა ვნახოთ 5 ოქტომბერი. So, აქაც ნახე? მზე. ძალიან კარგი. რომელი არის გრადუსი? დღევანდელზე თვით. ანუ დღეს რომ ზე ყოფილიყო, ცუდი ამინდი არ იყო. უბრალოდ აი ფსიქოლოგიურად განადგურებს ეს რაღაცა. მე რომ ის სკოლაში დამეძინა უკვე დასვენებას. დასვენებაზე რამდაგაძე. ვაიმე, თემურები. გუშინ კატო მიგზავნი და თემურებს ჩემი ძბიშვილი. მე კიდე ყოველ დღე მიგზავნი სორს. რაო? ჰა? -1 დამჩაო, მაგრამ ვერ გააკეთა. უი, მე ხო გითხარით თემუდან მეთქი ამანათი მომდის, ოღონდ ვერ გავიგე რანაირად გაკეთდა ამანათი 16 ლარისა. აი ხლა აი შევალ ჩემს რა ქვია კალათაში. აი კალათაში შევალ. შენ გამოიწე. არა, გამოვიწერე. მაგრამ არ გადამიხდია, არ ვიცი რა მოხდა. აი ხა ნახე, სიტყვაზე ორი რაღაცა მოქვს ჩაგდებული აქ. და აი აქ წერია რომ ანუ ვერ ვიყიდი ამას თუ 40 ლარი შეკვეთა არ გავაკეთე მინიმუმ. და 16 ლარისა რა გაკეთდა, რა არც ბარათიდან მოჭრილა არაფერი, მაგრამ ფაქტია რომ მოდის. აჰა, გამბაჟება დასრულებულიაო, მოდის ეს რა ქვია, სავარცხელი და მიკროფონი. 16 ლარის. ეს მიკროფონი არის, ანუ ორი მიკროფონია და ერთი ეს. ეს რა? ტელეფონს უნდა შეუერთდეს. ხო და მოდის ხალხო. ფასის კორექტირება. და შენ გადაგახტევინეს? აჰა, და 1 ლარს უკან მიბრუნებე და მაგრამ არა, არ იმას მიშვრებ, არ დამიმატებს. იმიტომ რომ ეხლა ეს არის, ბარათი ჩახსნელი მაქვს. ცოტა მიწიე, ფეხი ცოტა ჩაასწორე, გაუწიე, ძალიან მოხრილი აქვს. ეგრო გაჭიმოს იმაში, ეგრო გაჭიმოს ეგ. ვერ გავიგე, ჩამოვიქცევა და მოვაჭრა? რა უნდა მოვაჭრა, ქალო ფეხი როგორ ანუ ესე მიუწიე მე. ესე. არა, ეგეც ბარკალიც მიუწიე. იმიტომ რომ მაგის მოწევა სიგრძეში არ ამოკლებს, ბარკალიც უნდა მიწიებ. ქალო, კურტომი კინუ გაიშვირე, შენ გასწორდი. ფეხი მიწია უბრალოდ გვერდულად დადექი ორივე ფეხზე. ორივე ფეხზე დადექი. ჩვეულებრივ. ეხა იქით ამიაბრუნე. აი, მაგდაგვარად რომ ორივე ფეხზე იდგეს, იმიტომ რომ ჩამოს. ასე ყოს რა არის? რა ვიცი, გაასწორე. აი ესე მინდა რა. მაშინ მენჯი უნდა აუწიო თქო. აბა გაიწიე ხალათი სად არის, როგორ არის ის მენჯი და ესა? აქეთ ამხარე. მან და არ არის, მან სწორი. ეგ აწიე მაშინ რომ ხო. ვაიმე, დამხალა აღარ შემიძლია. ეს სავარცხელი ალბათ ეს თავში გადაგიტყდება. არ ვიცი, რავი, ზოგადად ხის სავარცხლები კარგები არის იმ ხრივ, რომ არ გწიწკნის და რაღაც. არ ვიცი რატო დავაჭირე, რატო მოდის ისიც არ ვიცი. საერთოდ არ ვიცი, ვინ გადაიხადა ეგეც არ ვიცი და ხო ნამდვილად ჩემთან გამბაჟებაო დასრულდაო ახლა, დასრულდა და ჩამოვა ახლა. ვაიმე. მაგრამ მართლა არ ვიცი რატო. მოდი აბა ვნახოთ სად არის ბოლო-ბოლო. ანუ ჩამოვიდა.
გადასახადის გადაიხადეს გამბაჟებისა ჩამოვიდა და აეროპორტშია. ალბათ ეს არის 28 სექტემბრის 28 გუშინ იყო, ხო? 28. ანუ დღეს ხვალი ალბათ გადასცემენ და რავი, წამოვა. მოვიდეს კიდე 10 ფული გადავიხდი, არ 16 ლარისად ის მომდის და რა მოდის ვერ არ ვიცი, 16 ლარისთან შეკვეთა არ კეთდება, 40 ლარისა უნდა გააკეთო მინიმუმ. ხო და 1 ლარს მაშინ რატო გებრუნებდი? ფასის კორექტირებას რო გააკეთე, მაგრამ ვერ დამიბრუნებენ, ბარათი არა მაქვს. ბარათიც არა მაქვს მეგონი. ხო და ესე შემოკარგებო, ვიცით რომ ელოდებოდით, მაგრამ ფიქრობდი ხა ვიდეო გადამეღო თუ არ გადა. რატო ისე გადამიწრა შვილოთ ხა? დაიცა, კარგად დაიდგებო. ისა. თმა ხო არ შევიჭრა ხათო, ჰა? ქორწილი. როგორც ცოტა ისინი გაილამბოსე. კაი ამას მოვაჭრი და ეს არა, უნდა იმუშაო მაგის გაკეთებაზე. სუდი არ არის. ეგეც კაია, ისიც კაი იქნება რომ გაასწორო. ამიტომ გაკეთების პროცესში კრთალი, აი მიუსვი და ჯერ ხაზები გააკეთე. და მერე შეკარი ფორმა. იმიტომ რომ ფორმას რო კრავდა მუქ ზოლს უშვებ, მუქ ხაზს ფანქარს უშვებ უკვე. მერე ძნელია წაშლა და აღდგენა. აუჩი. ძალიან კრთალად. ხელოვნებაზე გქონდა დავალება ეგეთი რომ აი მე უნდა გავაკეთებინა და იმ რაღაცაში უნდა ჩაქვეწვინო. მოიცა ხელოვნებაში გქონდათ დავალება წელს უკვე? ეხლა? ხო. მუმია უნდა გაკეთებინა და იმაში კუბოში ჩაგეწვინ. მინასო. შემალა. რა? გააკეთე მუმია? ხო, მაგრამ სახურავის გაკეთება აღარ მოვაწვარი. კუბოსახურავი გაკეთდა. შვილო თქვენ არ? მუმია კუბოში არ არის. მასაშია. ჯემალა დავარქვი. ჯემალა დავარქვი მუმიასო. არა, ჯემალა. აბა სად არის? აქ არის? არა, იქ და. ესე იგი ეს გადაობა არ შეიძლება, მან დამოჩენილი პირები. აი იმ დროისთვის რომელი გამოჩნდა პირი? მუმიის, მაგრამ ვინც დროს ძირფას და ის იყო ხოლმე, იმათ იმაშობოდნენ, რომ სხეული ყოფილიყო რა, თუ სხეული არ იყო, მაგრამ რა დარჩენილი იყო. მაგალითად რავი, არ ვიცი. მაგალითად იმპერატორები და ისინი რო იყვნენ ეგვიპტის იმპერატორი რაღაცა. რა ქვია იმას? კლეოპატრა. ეგვიპტის კლეოპატრა. ეგვიპტის კლეოპატრა. გამოჩენილი ის იყო სახალხო არტისტი. ნინო მიდიდა ცოტა ხანს რელაქსაციისთვის, რომ მოვარცხდე სანამ მუმიებზე გადავალდა. ისა ხელოვნებას ვინ გასწავლის? უნდა მივწერო ჩამიგდოს შენი ჯემალას ფოტო. ნათია მოწოლებას ვიცი. ნათიას ვერ მოგაკეთები და ჯემალას. იქ დავდე რო არ დავასწრებო. ხო, მაშინ ნათიას მივწერო ჯემალას სურათი ჩამიგდე მეთქი. ვან. იქნება იმის გადაუღოს. ჯემალას. და რატო გააკეთე გაფცეთ? მე რა მე გაქონდა გაკვეთილიც. იმიტომ ხატავდი იმებს ეგვიპტის რაღაცეებს ახატავდი, მეტყვი მუმია უხსნა და დახატეს მუმია. არა. თავიდან მქონდა ეგენი რა, ხო და მე ახლა მასალაზე რო გადავიდა, არ დამიხატია. რა ის იმიტომ რომ არ ვიცოდი არასწორად ამის ბავშვი, მაგრამ ანუ მუმია გქონდა დასახატი შენ და დახატე? არა, დასახატი არ გქონდა. უბრალოდ სასწავლი გქონდა და იქ გამოვწერწეთ. მოყევი არა მე. აბა მომიყევი მე რა ხო ისწავლე. ისწავლე. მუმიაზე. უი, მოიცა მუმიამდე კაცო, მუმია გათმები გადაიწეს. რუსულის ამბები დილას, გუში, ერთსტროფიად ლექსი, ხან კრიჩი და ხან კრი. ნაისო რუსულის მასწავლებელმა თქვა ნაისო. ნინო მასწავლებელმა თქვა ნაის ნინო. ეხლა მითხარი პირველივე შენ მოყევი თუ ჯერ და ბავშვებმა მოყვა? ცხრილის მიხედვით გვაკითხავდა და პირველი პირველი მე ვარ. იოანე მეორე არის. მე მეორე ვიყავ. პირველი ვინ არის? ადიკაშვილი, იოანესთანაც ადიკაშვილია. მე ვარ. შენ ახლა. არა და დავალ ბარბარე ისა ნინო მეთქი სანამ შენამდე მოვა მეთქი მასწავლებელი.
აი ჩემ დროს მაგალითად იყო ეს რა ანუ ანაკედა დაიწყებდა მერხიდან ან ინგლისურს გვაყოლებდა ხოლმე მეგე და ვაიმე ვფიქრობდი რომ შუაში ვიჯექ ანუ აქედანაც შუაში ვიყავი აქედანაც ლოცულობდი რომ მერთოზარი დაირეკოს მე როგორ არ მიყვარდა ინგლისური როგორ მძულდა ხშირ შემთხვევაში ლოცვა მიხდებოდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში არა ნუ დგებოდი ყვებოდი ხა განა არ ვიცოდი აი არ მიყვარდა მეშინო და მაქსაგანის რაღაცა რა და მასე ვუთხარი ანუ სანამ შენამდე მოვა მეთქი სანამ ბავშვები რავი სადაცაც ზიხარ შენ უსმინე კარგად რომ ის რაღაცა და თანუბედურობა პირველი ზიისთან თან მაგარი პატარა მერხი იყო და ხო და მაგე ანუ აშეგეშალა საერთოდ ნაისო რუსულის მასწავლებელმა ნაისო ბოლოში შემეშალა ბოლოს სულ 4 ხაზი ერთი ბოლოს სტროფი შემეშალა ეს სტროფიანი ლექსი ეს სტროფიანი ლექსი იყო ბოლოს სტროფი შემეშალაო და ნაისო სხვა რაღაცას გეტყო და შვილო შენ ნაის გაიგეგ აი მე დედა წავედი ხალხო ეხა მართლა დავწევი დავიწი ვისაც მოვიდეს ვისაც უნდა მოვიდე ვისაც უნდა წავიდეს ვისაც რა როგორანაირად და ну მოკლედ ხალე შეგიხმიანები კომპიუტერად ვიდე შვილო დავიძირო მეთქი ხალ ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება ასე ოპას როგორ ლამაზად აბა მაგრად იყავით კარგად